დღეს მეორე გასვლა გვაქვს. გუშინ ვიყავით, მაგრამ წერი არ. სადღაც 1-4 წელი ვნახეთ. ძალიან დიდი ტერიტორია შემოვიარეთ, გადამწვრები იყო და რა ადგილებიც იყო დარჩენილი, სავარაუდოდ ეგ ადგილები აქვთ გამზადებული, რომ გათიბონ და პრესი დაამზადონ რა. მაგასაც აიღებენ და იქაც არ გაჩერდება ის 4 წელი რაც ვნახეთ. ახლა მივიდივართ სხვა ლოკაციაზე და დღევანდელ დღეს ნახოთ რა იქნება. იქნება მწყერი. ძალიან ცუდი სეზონი გვაქვს წელს. თუ არ გადმოვიდა მწყერი და პერიოდი არ გააკეთა. მქონი ეს ვაზნებით აღჭება სამემრისოთ ისე. ნახეთ რა ამბავია. ტერიტორიები არის გადამწვარი, სადაც ნადირობს ვითხოვენ. ხო ხმებს, რამდენი არიან ნახე? ნელა. მიდი. ნახეთ რამდენი არის ხოხები. ბიჭო. ნახე. აკე? ნახე. ბიჭო. აუ რა кайფია. ძაღლები ასე ვერ მოვიდნენ რა ხდება აი ეს კადრები რაც გადავიღეთ ახლა ხო? აი იმის შედეგია რომ სისტემატიურად ტაცებელს ბუნებიდან ვიღებთ. და აი მაგის შედეგია რომ ამდენი ხოხობი არის ახლა. ერთი 10 წუთი გავიარეთ და ერთი 30-40 წლამდე მაინც ვნახეთ რა. ნახოთ წერის თუ იქნება ადგილები კი გადამწვარია. მაგრამ მაინც კაი გასვლა გამოვიდა დღეს. მედია მწერსაც ვნახავთ. აზეც გაშვებულია ნადირობა. სეზონი რო გაიხსნება გავიცნობთ ნადირობას. სად უნდა ინადირება რა. ერთი პატარა მინდორიზე მოთხარი დარჩენილი. სულ დამწვარი და просто სად უნდა ინადირება რა. აი აქაც რაც სიმწვანეებია, წამოწული გადამწვარია და ახალი ბალახია წამოწული რა. დანარჩენი სად უნდა წახვიდე ადამიანი არ არის. ნახეთ რა დღეში აკაურობა ჩაგდება. ნახე ერთი კარსაცავი ზოლია აქაც. ესეც გადამწვარი არის. ჩაგდებული აქაო. ეს ადგილი ვნახეთ. გადამწვარია ნახევარი და ერთი აი ეს იქით ადგილია. იმას შემოვიდით რა. გააჩერი აქ და ჩავიდე. პირველად გამოვიდა დენი სანადიროთ. პირველი გამოსვლა მინდორში არ ყოფილა საერთოდ. ეს ბებერი ჯენი და მია. ეს ბადი მეორე სეზონია. გადამწვარია აქაურობა ნახე სად უნდა წახვიდე. მია ნაბურზე დადგა. ალადეც მია. აი ჯენიც ნახე. ბადი. ნახე. თიჩუჩუ. რა ხდება და აგე სადავიდა. აი
Молодец, молодец, бავშვებო. Ადი უკან. Молодец, ბავშვებო. კიდე ამოხმის. თელა ადგილები შემოიარეთ. ყველაღანა აბსოლუტურად გადამწვარი. ყველაღანა გადამწვარი, ნახე. ახალი ბალახებია წამოს. აღამწერი უნდა დარჩის, რა უნდა დარჩის აქ. გადასული იქნება ქვემოთ მინდვრებში, გორებში. სადაც გადამწვარი არ არის. კიდე გველია. შენ საფრთხეში უნდა ჩავარდე და წახლიც. სანამ აქ ბალახები არ წამოვა და პერელიოც არ გააკეთებს. ნადირობა ვერ შედგება, წამოხვალ 1-2 წელს რაღაც. მოინათლებს ეგეთ. აი ეს ტერიტორია თლიანი ხო ჩავიყოლით. რაღაც 11-12 წელი მწელი ნახეთ თავი. ეხლა გადმოვედით მეორე ადგილას. აი მანქანიდან რამშორე ზე ვართ გამოსულები. აი ესე ჩავედით. აი ქვემოთ ამხარეს. აი ხერო ჩანს. იქამდე ვიყავით ჩასულები. აი ესე ამოუვარეთ და აქეთ გადმოვედით და ერთი ცალი ვერ ვნახეთ აბსოლუტურად. მაღაროში ვართ ეხლა და ის საერთოდ არაფერი არ არის. ეს მორჩით ლევანდელ გასეირნებას სადღაც 1-12 წელამდე ვნახეთ მწყერი. ამდენი ხანი 4 საათი ხო ვიარეთ. სადღაც 4 საათი ვიყავით და საერთოდ არ იყო რა. გადამწვარიც ვნახეთ, ეხლა სადაც გადმოვედით. საერთოდ არ არის გადამწვარი და 1-5-6 ადგილი შემოვიარეთ და ერთი მწყერიც ვერ ვნახეთ. ძაღლებს ვერ დავაბრალებთ, იმიტომ რომ გამოცდილი ძაღლები არიან. 1-5 წლისაა, 1-8-ისა. 2 კი პატარები არიან, მაგრამ იციან რა. ნახოთ აბა სეზონი გაიხსნას და ვისაით ნახავთ მწყერს რა იქნება ერთმანეთს გაუგზავნოთ.